რა არის ნეიტრალიტეტი და რატომ არის ეს თემა სახიფათო. დღესდღეობით ამ არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხო ანუ ნეიტრალიტეტმა უკვე დაკარგა თავის ფასი როგორც უსაფრთხოების ელემენტმა და ის უფრო სიმბოლური დატვირთვის მქონე მექანიზმი გახდა. ერთი არის რომ შენ ამბობ რომ ნეიტრალური ხარ, მაგრამ მეორე არის რითი ააკეთებ ამ ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას. შვეიცარიას გააჩნია ძლიერი თვითმკვარე ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. გააჩნია ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები და ერთ-ერთი უძლიერესი უსაფრთხოების სისტემა ევროპაში. საქართველოს ნეიტრალიტეტის თეორია ასე დავარქვათ. რას მოიცავს? ჰაგის კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არის ის, რომ შენს ქვეყანა რომელიც აცხადებს სამართლებრივ ნეიტრალიტეტს, მან მის ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდეს უცხო ქვეყნის ჯარი. რამდენად შესაძლებელია, რომ ზუსტად ეს შუა კორიდორის ფუნქცია გახდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტო?